რას ვახტანგ თქვენთან მეკითხება შეკითხვა რას ვაკვირდებით ახლა ანუ პარტიაში არსებობდა ორი ჯგუფი თუ რა ხდება პარტიაში ანუ მე ძალიან წუხარ რომ ჩვენ შიდა საქმეები და პიროვნული თვისებების განხილვა მიდის ნაციონალურ ეთერში ძალიან წუხარ რა შეეხება გოგას მოსაზრების კომენტარი ადამიანი თვითონ ამბობს რომ ერთი წელი არ ველაპარაკებოდა ზურა ჯაფარიძესო და ახლა წუხს რომ თურმე ეთერში მიდის ადამიანი თვითონ ამბობს რომ ზურა ჯაფარიძე ეუბნება თურმე ულტიმატუმად რომ რაღაცებს ეუბნება და რაღაც ცენზურა დამიწესაო ცენზურა კი არ დაგიწესა ჩემო ვახო შენ ანიაგოს ზურა ჯაფარიძეც გამოთქვავს ხოლმე ბევრ ამაზე აზრს იაგოც და შენს ზურა ჯაფარიძის გამონათქვამებს ახსნებს განმარტებებს მოყვება ხოლმე ის რომ ადამიანები ერთდებიან გროვდებიან გირჩის ხარდამჭერები ხდებიან და თქვენ გამოვარდნებს და თქვენ გამოტანტალებებს ასე ახალგაღვიძებულებზე ხოლმე ეგ მოყვება რომ აი ასე ვიქსაქსები და გამწარებული ადამიანები რომლებაც მართლა ამ კორონას პირობებში და იმაში მივიდნენ და ხმამისთეს რეკავენ აი ეს დღეები და რაღაც 1000 განმარტებებს ითხოვენ იმის გამო რომ ვიღაცა თურმე ასე ზუბალამად არავის დაუნიშნია იაგო ხვიჩია რომ უპასუხისგებლოდ გადმოდგეს იქიდან და სიმართლეები ილაპარაკოს სიმართლე ბევრი არსებობს მაგრამ ამ სიმართლეს უნდა სწორი ფორმა სწორი ახსნა განმარტება სწორ დროს სწორ ადგილზე არავინ არ უკერავს არავის პირს და არავინ ეუბნება რომ გაჩვენდით და ხმა გირჩი როგორ შეიძლება მაგაზე ლაპარაკი ბატონო გოგა სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალია ვახტანგ მეგრელიშვილს უკაცრავად გურამ ვახტანგ მეგრელიშვილს არ ქონდა შესაძლებლობა დაესრულებინა თავისი აზრი უკაცრავად უნდა მოусმინოთ მე არ ვთვლი გოგა ხაჩიძის მოსაზრებას ის ერთ-ერთი მხარდამჭერია როგორც თავადაც აღნიშნავს ვაიშეს პატრონს რა ვახო თუ შეიძლება კორექტულად აი მაგას გულისხმობ ძალიან უხერხულია და ამიტომ მე არ მინდა მასში მონაწილეობის მიიღება ნუ მიიღებს არ არის აუცილებელი ეს არ არის მე ჩემს გამოთქვავ რა პარტიას აქვს თავისი სტრუქტურა აქვს თავისას ეცდებიან მე ჩემსაც ვეცდები როგორც მხარდამჭერი არც მე მithქვავს რაღაცა გირჩის ისავარ მეთქი სხვა შორის ბორდის წევრი ვარ ისე რომ იცოდეთ მაინც იმ რაღაცა სისტემების გამო რომელიც თვითონ ბატონმა ვახტანგ მეგრელიშვილმა რაღაცები მოიგონა იქ და რაღაც ჯედების გამო ბორდის წევრი ვარ სხვა შორის და რაღაცა ეგეც იციან შიდა ბაბლის წევრებმა რომ სულ ცოტა ხნის წინ მე ღია ვთქვი რომ რაღაცებზე პრობლემები დაფიქსე და იქ რაღაცა პარტიაში რაღაც დალაგებები დაიწყეს ამავდროულობაში გარეთ ის არის რა ქვია ეს ოპოზიციაზე ისმიდის რა ქვია რა პოზიცია იქნება რა ხდება შედის არ შედის მოლაპარაკებებია ისიც და უცბად რაღაცა შიგნით რაღაცა იაგომ და ვახო უცბად რაღაცა შიდა დალაგებები დაიწყეს ერთი რა სიოთა ირჩია თავი ისე რომ მე არც გამიგია მაგალითად ბორდის წევრი ვარ და ამაზე ვთქვი ღიად შიგნით პრობლემა და იცის კიდეც იაგომაც გუნდთან შეუთანხმებლად მოქმედებდნენ მე ბორდის წევრი ვარ მეთქი იგივე იმ წესებით რომელიც გირჩია ამ პარტიაში და მე არ გამიგია და ამაზე ღიად ვთქვი თუმცა ასე გაიარეს და ეხლა ეგრე არ არის რა ჩამოჯდება ერთი ცხენიდან ბატონო გოგა საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი როცა თქვენ დაელაპარაკებიან ადამიანებს ნორმალურად თორე მე არც პოლიტიკაში ვაპირებ მოსვლას მობრუნებას და არც გირჩი მაქვს არც შიდა და არც გარე ინტერესი თქვენ გამოაქვეყნეთ Facebook-ზე ზურა ჯაფარიძის მხარდამჭერი პოსტი სადაც აქ ესეთი ფრაზა ამოვიკითხეთ ვიცი როგორ აგროვებდა ზურა ჯაფარიძე გირჩიდან არაადამიანური მოქცევის გამო წასულ გაქცეულ ადამიანებს ანუ ძალადობაზე საუბრობთ რომ რა გარკვეული ძალადობაზე არ არის იცი აი მაგალითად რატომ გარბოდნენ აქედან ადამიანები ანუ არაადამიანური მოქცევა რას ნიშნავს თქვენი სტუდიის სტუმარს რაღაცა შემთხვევებში აქვს ხოლმე რაღაცა ისეთი არასწორი კომუნიკაცია ადამიანებთან ჩვენი სტუდიის სტუმარი თქვენი პარტიის ლიდერია და ერთ-ერთი სახეა ალბათ არ ვიცი ეს მისი ვახომეგრელიშვილის გულისხმობ ეს არის მისი ალბათ პიროვნული თვისებები ეს ახლა გაიგეთ დიდი ხანია ის ახლა გაცო არ გამიგია ახლა რა ვიცი მეც მქონია მასთან ამაზე პრობლემა მქონია მისი ხასიათი დღემდე არის როგორ არა ვიცი ვახო პირში მადლობა ბატონო გოგა დაგიბრუნდებით და ახლა ვახომეგრელიშვილს მივცეთ რომ საკუთარი პოზიცია და არაადამიანური მოქცევაში არაადამიანური მოქცევა ახლა ეგრევე დაუწყებ ადამიანებს ლაპარაკს როგორიც მე ვიცი რომ ვახომეგრელიშვილი დალაპარაკებია ეს მხარდამჭერზეა ლაპარაკი მადლობა ბატონო ვახო პირს
არ უკერავდნენ, პირს უკერავდნენ, ესეთი ფრაზა ახსენა ახლა გოგა ხაჩიძემ. არავინ არ უკერავდა გირჩის წევრებს პირს. აი ესეთი ფრაზა იყო ცოტა ხნით, მაგრამ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი 4 პუნქტიან მოთხოვნებში იყო საუბარი ცენზურაზეც. აი ეს ახლა ორი ვერსია ერთმანეთს შეადგენება, ხო? რა თემებზე არ უნდა გესაუბრათ თქვენ? ასე ლაპარაკს მოეშ არიან ძალიან განერვიულებულები და მაგიტომ არ შეამონახება ამეთ ეს მონაწილეობა ასე. რაც შეეხება მაგას, კი მე მართალი ვთქვი, ახლა უბრალოდ მე არ მივაქციე იმ მოთხოვნას სერიოზული ყურადღება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ვინმე მე მითხრას, რომ ჩემი აზრი შეიძლება არ გამოვთქვა, ან ვინმეს უნდა შევუთანხმო. ეს წარმოუდგენელი ამბავია, თუმცა მართლა მინდა რომ გავიდე, რამენაირად გავიდე იმ სიტუაციიდან, რომელიც გოგას ჩართვით შეიქმნა და ეს ნიშნავს, რომ მე უნდა ვილაპარაკო ან პირად თვისებებზე, ან ასე შემდეგ. ამისთვის მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ ვადა და ეს ვადა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შიდა გირჩის შიგნით ყველაფრის შესახებ, გირჩის შექმნის პირველი დღიდან, გოგა ხაჩიძის, გიორგი მელაძის, პალიკო კუბლაშვილის და ჯაფარიძის მიერ ამ ორგანიზაციის შექმნის დღიდან თითოეული დღე და თითოეული ქმედება შეგვიძლია გავიაროთ. ოღონდ ეს აქ განსახილველი საკითხი არ არის და ვისაც აინტერესებს და ვისაც ამის ლეგიტიმური უფლება აქვს, ჩვენ მასთან ამას გავივლით. ამ პროცესს დავასრულეთ.